2024 წელს საქართველოში 3900 სკოლის მოწაფეს ბავშვს შეუწყდა სკოლის მოსწავლის სტატუსი იმ მიზეზით, რომ უცხოეთში ემიგრაციაში წავიდნენ. და მეორე ოფიციალური მონაცემი არის, რომ მთლიანად 2024 წელს საქართველოში დაიბადა დაახლოებით 39,000 ბავშვი. ანუ რაც დაიბადა საერთოდ ბავშვები მთელ საქართველოში, მაგისი 10% მაგ წელს წავიდა, 10% ახლა დაბადებულების რაოდენობის წავიდა საზღვარგარეთ ემიგრაციაში. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც წესი შვილებს ტოვებენ ხოლმე საქართველოში, რომ აქ აღზარდონ და უმეტესობა ემიგრანტების უცხოეთში მიდის და იქ შრომობს. ანუ მასშტაბი იმ კატასტროფის, რაც აქ ხდება, რომ გააცნობიეროთ, მაგიტო გეუბნებით ამას რა და მთავრობა ამბობს, რომ არა ნორმალურად მაგარი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ყველაფერი კარგად არის. მან არის ერთადერთი დასკვნა რა. მთავრობა ეხლა როგორც ვართ, თulis რომ მაგრად კარგად ავართ, არაფრის შეცვლას არ აპირებს. და რაღაცა პერიოდის მერე აქ საქართველო, ანუ ქართველების ქვეყანა აღარ იქნება. იქნება რაღაც ანკლავი, რაც დარჩება აქაურობისგან, რომელიც მოემსახურება საერთაშორისო სატრანზიტო რაღაცა ფუნქციას, მაგრამ საქართველო, ქართველების ქვეყანა აქ აღარ იქნება. კონსერვატორების საქართველოსთვის